მშვიდობის მეგობრებო. დღეს მივდივართ ზაგრების არქეოლოგიის მუზეუმში. ეგვიპტე, რომი, საბერძნეთი, ბალკანეთის კუნძულების ცივილიზაციები. ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო მოგზაურობა მოგვიწევს. ზაგრების ცენტრში, ზრინევაჩის პარკთან ერთ ისტორიულ სასახლეში მდებარეობს მუზეუმი, რომელიც თითქოს დროის ლაბირინთს გავს. ეს არის ზაგრების არქეოლოგიის მუზეუმი. ადგილი, სადაც რამდენიმე სართულზე შეგიძლია გაიარო გზა ქვის ხანიდან ანტიკურ სამყარომდე და შუა საუკუნეების ეპოქამდე. მუზეუმი მე-19 საუკუნეში დაარსდა და დღეს აქ დაცულია 450,000-ზე მეტი არტეფაქტი, რომლებიც გვიყვებიან იმ ადამიანების ისტორიებს, ვინც ამ რეგიონში ათასობით წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამ სივრცის განსაკუთრებულობა ის არის, რომ ერთ მუზეუმში ერთმანეთს ხვდებიან სრულიად განსხვავებული ცივილიზაციები: ეგვიპტე, საბერძნეთი, რომი და ბალკანეთის უძველესი კულტურები. მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავ ნაწილში ეგვიპტური კოლექცია, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კოლექციად ითვლება. აქ ნახავთ სარკოფაგებს, ამულეტებს, რიტუალურ ნივთებს და სამარხის კულტურასთან დაკავშირებულ არტეფაქტებსაც. ყველაზე ცნობილი ექსპონატი არის ეგრეთ წოდებული ზაგრების მუმია. ეს მუმია მე-19 საუკუნეში ეგვიპტიდან ჩამოიტანეს და თავდაპირველად იგი კერძო კოლექციის ნაწილი იყო. მაგრამ მისი ისტორია სწორედ აქ იწყება. როდესაც მეცნიერებმა მუმიის სახუებები შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ ეს უბრალოდ ქსოვილი არ იყო. სახუებებზე აღმოჩნდა ეტრუსკული ტექსტი. ამ ტექსტს დღეს ლიბერ ლინტეუს ზაგრებიანსის ეწოდება და მსოფლიოში ყველაზე გრძელი შემორჩენილი ეტრუსკული ხელნაწერია. კვლევარების აზრით, ეს ტექსტი თავდაპირველად რიტუალური კალენდარი იყო, რომელიც მოგვიანებით ქსოვილად გამოიყენეს და ბოლოს მუმიის შესახვევად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეგვიპტური მუმია შემთხვევით აღმოჩნდა ეტრუსკული ხელნაწერის საცავი. არქეოლოგიის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და მოულოდნელი აღმოჩენაა. მუზეუმის შემდეგ სართულზე წარმოდგენილია ბერძნული კულტურის ექსპონატები. აქ ნახავთ ქვისა და კერამიკის ჭურჭელს, წარწერებს ქვაზე და სხვადასხვა რელიგიურ სიმბოლოებს. ბერძნული კოლონიები ძველად არსებობდა ადრიატიკის სანაპიროზეც. ამ ექსპონატებში კარგად ჩანს ბერძნული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი იდეა, რომ ხელოვნება, რელიგია და ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთისგან განცალკევებული არ იყო. მათ კულტურა ერთმთლიან სისტემად ქმნიდა.
შემდეგ მოდის რომაული პერიოდი. რომის იმპერია ამ რეგიონში ძლიერად იყო წარმოდგენილი, რადგან დღევანდელი ხორვატიის დიდი ნაწილი რომის პროვინცია დალმატია იყო. მუზეუმში დაცული რომაული არტეფაქტები ხშირად გვიყვებიან არა მხოლოდ იმპერატორებზე, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებს, ვინ როგორ ცხოვრობდა, რა სჭამდა, რისი სწამდა. აქ არის ქანდაკებები, სამკაულები, მონეტები და სამხედრო აღჭურვილობა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია რამდენიმე კარგად შემონახული რომაული პორტრეტი. ქანდაკებები, რომლებიც საოცრად რეალისტურად გადმოცემენ ადამიანის სახეს. ზოგჯერ ისეთი შთამბეჭდილება გრჩება, თითქოს ეს ადამიანები რამდენიმე წუთში უნდა ადგნენ და ლაპარაკი დაიწყო. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ადგილობრივი პრეისტორიული კულტურებიც. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპონატია უჩედარ ლდოვე, დაახლოებით 4000 წლის კერამიკული ფიგურა, რომელიც აღმოაჩინეს დუნაის სანაპიროზე. ის მტრედს გავს, მაგრამ სინამდვილეში რიტუალური ჭურჭელია. მკვლევარები ფიქრობენ, რომ მას შესაძლებელია რელიგიური ან სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონოდა და ის დაკავშირებული იყო ამ პერიოდის მითოლოგიურ წარმოდგენებთან.
დღეს მუზეუმში კიდევ ერთი საინტერესო გამოფენა იყო, რომელიც ზღვის არქეოლოგიას ეხებოდა. ეს გამოფენა გვიყვება იმაზე, თუ რა იმალება ადრიატიკის ზღვის ფსკერზე, ძველი გემები, ვაჭრობის გზები და დაკარგული ისტორიები. ადრიატიკის ზღვა საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტი იყო და სწორედ ამიტომ ზღვის ფსკერზე ბევრი ისტორიული არტეფაქტი ინახება. ზოგჯერ ისტორია მიწის ქვეშ იმალება, ზოგჯერ წყლის ქვეშ. არქეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი სწორედ ეს არის. ის გვახსენებს, რომ კაცობრიობის ისტორიას დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აღმოჩენილი არ არის. ზაგრების არქეოლოგიის მუზეუმი გარედან შეიძლება მშვიდად გამოიყურებოდეს, მაგრამ შიგნით რამდენიმე ათასი წლის ისტორიაა შეკრებილი. აქ შეგიძლია რამდენიმე საათში გაიარო გზა ეგვიპტის სამარხებიდან ბერძნულ ქალაქებამდე და რომის იმპერიის ყოველდღიურ ცხოვრებამდე და ბოლოს რჩება ერთი მარტივი აზრი. ზოგჯერ ერთი პატარა არტეფაქტიც კი საკმარისია იმისთვის, რომ მთელი ცივილიზაცია ხელახლა დაგვიყვანოს.